დღესვე სასამართლომ 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა. საქმეზე განაჩენი დღეს მოსამართლე ჯვებენ აჭყებიან ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. მოსამართლემ გასული სხდომა ბრალდებული საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა ზურაბ ჯაფარიძემ ამ უფლებით არის სარგებლო და სასამართლოში არც დღეს გამოცხადდა. ზურაბ ჯაფარიძის 7 თვით ციხეში გაშვებას ბრიფინგით გამოეხმაურდნენ კოალიცია ცვლილებისთვის წევრები. ელენა ხოშტარიამ ჯვებენ აჭყებიას მონა მოსამართლე უწოდა და თქვა, რომ ამაყობენ დაპატიმრებული ლიდერების ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის პრინციპულობით. მონა მოსამართლე ჯვებემ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება ამ ეტაპზე 7 თვით და ჩვენ უნებრივია პირველ რიგში მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ემოციური დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით, ვამაყობთ იმ ხალხით, რომლებიც სისტემას ებრძვიან ამ გზით, არ თანამშრომლობით, არ აღიარებით და კი მათ უწევთ ამის გამო თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ აქ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას. მე მინდა რომ მოუწოდო ყველას ოპოზიციაში დავასრულოთ კამათი რაღაცა ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე, ამ რეჟიმთან ეს უბრალოდ არ არსებობს და გავაგრძელოთ ერთად ბრძოლა, მათ შორის მორალურად გამართულებმა, რომ ჩვენი მეგობრების და პარტნიორების და ახალგაზრდების 50 ახალგაზრდას ციხეში ყოფნის ფონზე ჩვენ არც კი დაუშვებთ ამ აბსურდულ არჩევნებში შესვლას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებით ქართული ოცნება რუსულ გზას მიხვება. მათი თქმით, რეპრესიების გაძლიერებით ივანიშვილის პარტია საკუთარ სისუსტეს ამჟღავნებს, რეალობის შესაცვლელად კი ბრძოლა გაგრძელდება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიდის რუსული გზით, ცდილობს, რომ ქვეყანა წაიყვანოს რუსული გავლენის სფეროში, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებში, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებენ და სასამართლო პროცესები იმართება პრაქტიკულად ყოველდღიურად, მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ძალიან ძალაუფლების დაკარგვის, მისი სისტემა არის ძალიან მყიფე და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს, ამიტომ ციხეში, ციხის გარეთ თუ ნებისმიერ ადგილას ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა გრძელდება მანამ სანამ ჩვენს ქვეყანას რუსული რეჟიმისაგან არ გავათავისუფლებთ. არ ვფიქრობ, რომ რამე ერთმანეთისგან განსხვავებული განაჩენი დადგება, ერთი ძალიან მარტივი რამ უნდა მივხვდეთ, რომ განაჩენი დადგება ისეთი, როგორიც აწყობს ბიძინა ივანიშვილის მილიარდების შენარჩუნებას. ეს არის ძალიან მარტივად, ეს ადამიანი ასე უდგება ნებისმიერ პროცესს, ქვეყანაში განვითარებულ პროცესს, არა სახელმწიფოებრივად, არა ისე, რომ ქვეყანას რაღაცა წარმატება ჰქონდეს, ქვეყანაზე არ იყოს ის რეაგირებები, რომელიც არის რეალურად ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყველა მის ნაბიჯზე. არამედ აინტერესებს, რამდენად შეინარჩუნებს თავის მილიარდებს და უფრო მეტად გააგრძელებს გამდიდრებას და იმ კორუფციული ჭაობში ადამიანების ჩათრევას, რომლითაც მერე ფაქტობრივად ყველა ყავს მიბმული. არ აღიარებენ პარლამენტს, სწავლენ ციხეში. ასეთია ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის პოზიცია. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაზე უნდა გამოცხადდეს ნებისმიერი პირი, ვისაც დაიბარებენ. როდესაც საგამოძიებო კომისიას მის თავმჯდომარეს აქვთ კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივის წესს, ქვეყნის კონსტიტუციას, არ აღიარებენ სწავლენ ციხეში. ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა deep state-მა. არ აინტერესებთ, ან მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი. არ აინტერესებთ ციხეში იქნება აგენტი. ციხის გარეთ იქნება, რა ბედი ეწევა პოლიტიკურად, არაფერი არ აინტერესებთ. როცა ხარ deep state-ის აგენტი, უნდა შეეგო იმას, რომ თუ დაჭირდათ, გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება მოხდეს ამის გამო ციხეში, ეს არის deep state-ის აგენტების ბედი. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე ახსნა განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლით მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოს საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად აღკვეთის ღონისძიების სახით 20,000 ლარიანი გირა ჰქონდა შეფარდებული, რაც არ გადაიხადა. ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით 22 მაისს შეუცვალეს. დღეს კი საქმეზე ჯვებენ აჭყებიამ განაჩენი გამოაცხადა და ოპოზიციონერი 7 თვით ციხეში გაუშვა.